Prostitucijas biznesi Გერმანიაში ლეგალურია და ამ საქმიდან ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 14 მილიარდი ევრო შედის, მაგრამ გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ეს თანხა საგრძნობლად შეამცირა. წითელი ფარნების ქუჩაზე მდებარე პოპულარული საროსკიპოები დახურვის პირას აღმოჩნდნენ. ამიტომ მფლობელები და პროფესიონალი მეძავები ხელისუფლებას ბიზნესის წასახალისებლად გადასახადების შემცირებას თხოვენ. Ekstremaluri ნახტომი 44 წლის რუსი პარაშუტისტი ვალერი როზოვი კამჩატკის მოქმედი ვულკანის კრატერზე 3300 მეტრის სიმაღლიდან დაეშვა ექსტრემალი სპორტსმენი ბრენიდან გადახდა და პარაშუტი იმ დროს გახსნა, როდესაც კრატერს უახლოვდებოდა. ვალერი როზოვუტნოვსკის მთაზე უსაფრთხო დაეშვა, თუმცა კრატერიდან ამოსული მომწამლელი აირის გამო ტერიტორია მალევე დატოვა. ექსპედიციის 10 კაციანი ჯგუფი შესაბერის ამინსკ კამჩატკის მთაზე 3 დღე ელოდებოდა. Типа, чем გაინტერესებს კრატერში ხტუნაობას ბორდელში სიარული ჯობია. და ეხლა მის პროგნოზს დაუბრუნდით, როგორი ამინდი იქნება მოსალოდნელი. ხვალ საქართველოში ამის შესახებ ზალი გვეძახით. ხვალ ამინდი გამპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთ რაიონებიდან გავრცელებული შედარებით თბილი და ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურა. ბათუმში 16 გრადუსი სითბო, ფოთში 16 გრადუსია ნავარაუდები. ზუგდიდში 15 გრადუსი სითბო. ახალციხეში 16 გრადუსია მოსალოდნელი. ქუთაისში 17 გრადუსი სითბო, ლენტეხში 11 გრადუსი. ამბულორჩაირი 15 გრადუსამდე გათბება, ცხინვალში 15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. თბილისში 18 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.